დიახ, შემთხვევა ტყიბულის რაიონ სოფელ კურსებში მოხდა, სადაც გუშინ გვიაღამით მეწყერი ჩამოწვა, მოსახლეობას გამთენიას მოუწია საცხოვრებელი სახლების დატოვება და სხვადასხვა სასტუმროებში გადანაწილება და განსაკუთრებით დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, სასაფლაოს ტერიტორია. ამ დრომდე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია, წყალი და ბუნებრივი აირი. მოსახლეობა ამ დრომდე ვერ ახერხებს საცხოვრებელ სახლებში დაბრუნებას. ზიანის ანაზღაურებაზე არაფერი არ ყოფილა საუბარი, ესეც სავარაუდოდ მას შემდეგ დაისმება ეს საკითხი, რაც მოხდება გეოლოგების მიერ საბოლოო დასკვნის დადება. სიტუაცია არის იმდენად მძიმე და იმდენად რთული, რომ იქ ადამიანები ვეღარ დასახლდებიან ვერასდროს. მეზობელმა დაგვირეკა, რომ მეწყერია წამოსული და სასწრაფოდ გამოდით სახლებიდან, მე პატარა შვილი მყავს 5 წლის. რაც გვეცვა, ისე ვარ სახლიდან გამოსული. მაშინ თუ იყო 5 სახლი დანგრეული, დღეს გაცილებით მეტი სახლია და მათ შორის ჩემი სახლიც ინგრევა. ანუ 45 ოჯახია და დაახლოებით ჯამში ალბათ 150 ადამიანი იქნება. და ან ვარაუდობენ, რომ შეიძლება ეს ციფრი კიდე გაიზარდოს, იმიტომ რომ კლდის გარკვეული მასივი სხვა ადგილასაც არის, როგორც ამბობენ, დაძრული. ნახევარი სოფელი დაზარალებულში ითვლება, ესე რომ ვთქვათ, ახლა რომ ვუწოდოთ დაზარალებული, იმიტომ რომ ფაქტიურად ხალხი დარჩა მიწაწყლის წინაპრების კარის გარეშე. სასაფლაოები არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში და ყველაზე უფრო მეტად იმის შემდეგ, რასაც ხალხი განიცდის ამ სახლებზე და კარ-მიდამოზე და საცხოვრებელზე, სასაფლაოებზე არის ძალიან ცუდი მდგომარეობა, არ იციან რა ეშველებათ იქაურობათ. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა როგორც ჩვენთან საუბრისას ამბობს მოსახლეობა, იქ დაბრუნებიც ეშინიათ, არ აქვთ გარანტიები, რომ იგივე არ განმეორდება, მოსახლეობა სახელმწიფოსგან დახმარებას ელოდება.